მოგესალმებით, ეთერშია კავკასიის საინფორმაციო გამოშვება დღის ახალამდე სამარ დოგონიძე გაგაცნობთ. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ საზოგადოებას მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. 15 ახალი სახე, რომელიც ქართული ოცნების რიგებს უერთდება, გიორგი კვირიკაშვილმა მედიას და საზოგადოებას საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გააცნო. ორგანიზების მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ნახოთ ვინ არიან ახალი სახეები, მათ შორის ისინი, ვისაც საზოგადოება არაპოლიტიკურ ამპლუაში უკვე იცნობს. 15 ახალი სახე ქართულ ოცნებაში. პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას დღეს პარტიის ის ახალი წევრები წარუდგინა, რომლებზეც საარჩევნო მმართველი ძალა იმედს სამყარებს. მათ შორის არიან ეკონომისტები, იურისტები, სამართალმცოდნეები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. განახლებულ გუნდში არიან თამარ ჯუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო კაცარავა და სოფო ჯაფარიძე. ევროპული გამოცდილება. დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებული ხედვა სჭირდება. დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება. ახალი სახეები ქართულ ოცნებაში საკუთარი პროფესიული კუთხით აპირებენ მუშაობას, თუმცა რა ადგილს დაიკავებენ ისინი პარტიის საარჩევნო სიაში ჯერჯერობით გარკვეული არ არის. და ჩემი ძირითადი გამოცდილება არის პოლიტიკის შემუშავების საკითხებში, სწორედ დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, შესაბამისად ბუნებრივად ვიმუშავებ ძირითადად ალბათ ამ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის თაოსნობით ჩვენ უკვე დავაშენებთ და დავუმატებთ წარმატებულ რეფორმებს. ეს არის განათლების და ეკონომიკური სფეროების რეფორმები, ეს არის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ქვეყანაში და ეს არის სახელმწიფო მართლობის სისტემის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება. პრიორიტეტი იქნება განათლება, პრიორიტეტი იქნება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული თემატიკა და რა თქმა უნდა საერთაშორისო ურთიერთობები. ქართული ოცნების ძველ სახეებს ახალი წევრები საკუთარი საქმის პროფესიონალებად და წარმატებულ ადამიანებად მიაჩნიათ. ეს ადამიანები შერჩეული იქნენ თავიანთი პროფესიონალობით, პატრიოტიზმით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში, პროგრესში, ახალ ჩვენ წავსიკეთ განახლებული გუნდით, ახალი სახეებით, სამლოცველის წინაშე და ეს ადამიანები არიან შერჩეული ზუსტად იმ კრიტერიუმებით, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. ეს არის განათლება, ეს არის გამოცდილება, ეს არის პრინციპულობა. რაც შეეხება თავად ქართული ოცნების ძველ სახეებს, მათი ადგილი და როლი საარჩევნო სიაში ამ დრომდე გაურკვეველია. თუმცა დღეს დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ სიაში იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი, დონილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოხვდებიან. მინისტრებიდან ვფიქრობ, ბატონი კახი, საბატონი თია და ბატონი სოზარი შეიძლება იყოს. თავად ვიცე-პრემიერი იმაზე საუბარს, თუ ვინ გადაინაცვლებს მინისტრთა კაბინეტიდან საპარლამენტო სიაში ნაადრევად მიიჩნევს. ამ ყველაფერს თქვენ დროთა განმავლობაში გაიგებთ, ეს ყველაფერი არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი და შესაბამისად ყველა ინფორმაცია, ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაზე თქვენთვის და საზოგადოებისთვის აუცილებლად იქნება ცნობილი. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში ყველაფერი იქნება ცნობილი თქვენთვის და ასევე საზოგადოებისთვის. წინასაარჩევნო მმართველმა გუნდმა მხოლოდ 15 ახალი სახე წარადგინა. წარდგენა საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოხდა. სრული საარჩევნო სია კი როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. დიდი შენაძენია.